პირეთერში. კახელი გლეხები ყურძნის ფასების გაზრდა სითხოვენ წინააღმდეგ შემთხვევაში მევენახეები მასშტაბური აქციებისთვის ემზადებიან. მათი ნაწილის განმარტებით კი თუ ვითარება არ შეიცვალა, სხვა გზა არ დარჩება და ვენახის გაჩეხვაც მოუწევთ. მორიგი შეკრება გურჯაანში ხვალისთვის იგეგმება, თუმცა პარალელურად უკვე გაიხსნა ყურძნის ჩამბარებელი 4 ქარხანა. ნათია ტრაპაიძე მუშაობს კახეთში და საუბარს მასთან განვაგრძობ. ნათია, რა ხდება ქარხნებში, ხომ არ დაწყებულა უკვე ყურძნის ჩაბარება? როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, დღეიდან ოფიციალურად დაიწყო 4 ქარხანამ ყურძნის ჩაბარება, 4-ვე არის ან სახელმწიფო, ან სახელმწიფოს მიერ დაქირავებული. ჩვენ ვიმყოფებოდით რამდენიმე მათგანში და უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის არც ერთი გლეხი არ გვინახავს ტერიტორიაზე, რომელსაც სურს ჩააბაროს საკუთარი მოსავალი. ვესაუბრეთ ასევე კომპანიის წარმომადგენლებს და ისინი აცხადებენ, რომ დღეიდან დაიწყო ოფიციალურად რთველი და ყურძნის კრეფა გლეხებმა და შესაძლოა დღის მეორე ნახევარში უფრო იყოს მათი აქტივობა. რაც შეეხება ფასებს, ქარხნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი ამ დროისთვის არ გეგმავენ გადახედონ ფასებს, რადგან ყურძნის ეს ფასები არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი. ეს გაიხსნა დილით ქარხნები და ყურძნის დაკრეფავს ხალხი და უფრო საღამო ხანზე მოვალოთ ყურძენი. სუბსიდიით ჩათვლით თეთრი ყურძენი იქნება, ხაზეთელი იქნება 60 თეთრი და საფერავის ჯიშ ყურძენი იქნება 75 თეთრი. ეს არის სახელმწიფო კომპანიის ფასი ამ ეტაპისთვის. კერძო კომპანიები შეიძლება სხვა ფასად მიიღონ, ანუ ჩვენი კერძო კომპანიებს არ გაუძლევთ კონკურენციას. ამ ეტაპზე კერძო კომპანიებიც ახორციელებენ ყურძნის გადამუშავებას, მიღებას, თავისი მოთხოვნის შესაბამისად მიიღებენ ყურძნს და ყველა დარჩენილ ყურძნს ჩაიბარებს სახელმწიფო. არც 1 კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბანებელი. რაც შეეხება მევენახეებს, მათი საპროტესტო აქცია გურჯაანის გამგეობასთან დღეისთვის დასრულებულია, თუმცა როგორც გლეხებმა ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, ისინი უფრო მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან, რადგან დღეს გამგებელთან, გუბერნატორის მოადგილესთან და რთველი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ მათ ვერ მიიღეს ვერც ერთ შეკითხვაზე პასუხი და შესაბამისად არ იციან ამ დროისთვის შესაძლოა თუ არა სახელმწიფომ გადახედოს თანხებს და მოემატოს ყურძნის ჩასაბარებელი ფასი. იმაზე მეტი გვიჯდება 61 კილოგრამ ყურძნის წარმოება, რასაც ესენი გთავაზობენ. გამოდის, რომ ვისაც ვჩუქნით, ეს გვაინტერესებს ჩვენ. კი ბატონო, სახელმწიფოს უნდა მე მშიერი დავშენ მივცემ. რაც აკეთებ, თქვენ გინდათ კაპიტალისტებო მილიარდები იშოვოთ, თქვენ კიდე ყურის ფული აი ამ საწყალხას არ აქონდეთ. მოგაქციონ ყურადღება, თორენა რადიკალურ ზომებს მიგვაქვს. მე გვიანი იქნება. მე ის ბუმერანგი თვითონ დაუბრუნდებათ. რას ვიპირებენ გადი? მე ვიდა ივანიშვილი შეგვირდა 100 და მოგვატყვა დაგვაჭირა ცეცხლი. წალარში არ ხომის პენსია წერევიანი კაცია. 82 წლის კაცია, ახლა მიშინო ბანკი გვახშობს, სახლებს გვიყიდიან. გადამხდელია რით თუ ყურძენი არ ჩავაბარია და ერთ-ერთი შემოსავალი აგ არის. ნება იბოძონ და რომელიმე ხელმძღვანელი ჩამოვიტანდეს და პასუხის გაგცემ ბოლო-ბოლო რა იქნება. ხალხი ისე აღელვებული, რომ გურჯაანში კი აღარ შევიკრიბებით, უკვე შევიკრიბეთ პარლამენტის წინ. და ეს ჩვენ არ გვინდა. მთელი 2015 ოფიციალურად დღეიდან დაიწყო, თუმცა მოხდა თუ არა უკვე ყურძნის ჩაბარება კახეთის რეგიონში, ეს ჯერჯერობით უცნობია. ის ადამიანები, ვინც გურჯაანის გამგეობასთან იყვნენ შეკრებილები, აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ არ გაიზრდება ყურძნის ჩასაბარებელი ფასი, ისინი ვენახებს საერთოდ არ დაკრეფენ. მადლობთ ნათია, ეს ნათია ტრაპაიძე იყო.